შარშან ტურიზმის შემოსავლები 4 მილიარდ 700 მილიონ დოლარამდე გაიზარდა. საქართველოს ეკონომიკისთვის ტურიზმის სექტორი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან როგორც წესი ის აჭარბებს როგორც ფულად გზავნილებს, ასევე ინვესტიციებს და ადგილობრივ ექსპორტსაც. გასულ წლებში ტურიზმის წილი მთლიან შიდა პროდუქტში 7%-ს აღემატებოდა, თუმცა რეალური არაპირდაპირი სარგებელი ქვეყანაში ჩამოსული უცხოელი ვიზიტორების გაცილებით დიდია. გალტენ ტაგარტის შეფასებით 2025 წელს ტურიზმის კონტრიბუცია ეკონომიკაში 14%-ის ფარგლებში იყო. წლევანდელი სტატისტიკა აჩვენებს, რომ საქართველოს ძირითადად მეზობელი ქვეყნებიდან სტუმრობენ. 11%-იანი ზრდით ისევ რუსეთი ლიდერობს, საიდანაც შარშან 1,599,764 ვიზიტი შედგა. მეორე ადგილზეა თურქეთი 1,248,891 ვიზიტით, წლიურად კლება 7%-ია. მეოთხე ადგილზეა სომხეთი 948,242 ვიზიტით, მნიშვნელოვანი 29%-იანი ზრდა ისრაელიდან და ვიზიტების რაოდენობა ჯამში 402,426-ს შეადგენს. მეხუთე ადგილს 292,159 ვიზიტით აზერბაიჯანი იკავებს, საიდანაც ჩაკეტილი სახმელეთო საზღვრის მიუხედავად ზრდა 33%-ია. სასტუმროების ფედერაციის დამფუძნებელი შალვა ალავერდაშვილი გვეუბნება, რომ შემოსავლები ტურისტების რაოდენობამ გაზარდა და არა ვიზიტებზე გაწეულმა ხარჯებმა, სადაც საქსტატის მონაცემებით პირიქით კლება ფიქსირდება. 2025 წელში ჯამურად შემოსავლები ნამდვილად გაზრდილია ტურიზმის მხრივ. ეს არის ერთი თემა. მეორე თემა ხარჯველი უნარიანობით ჩვენთვის სასტუმროებისთვის, თუმცა იქ იმის და მიუხედავად, რომ ძალიან ცოტა ბრიტანელი ყავს ქვეყანაში, ყველაზე მეტ ფულს მაინც ბრიტანელები ტოვებენ ჩვენთვის პირველ ადგილზე, სულ რამე ესე ვთქვათ, ციცე ჩამოსათვალი სტუმრები შეიძლება იყვნენ ბრიტანეთი და ჯამურ წელში რა იყოს, მაგრამ ჩვენთვის პირველ ადგილზე ბრიტანეთი დგას, შემდეგი არის გერმანია და ამის შემდგომ მოდის უკვე დანარჩენი ქვეყნები და მესამე, რაც მინდა აღვნიშნო, შემოსავლების და განაპირობა ტურისტების რაოდენობის ზრდამ. და მაინც რამდენს ხარჯავენ საქართველოში ჩამოსული ტურისტები? 18%-იანი კლების მიუხედავად შარშან ყველაზე მეტი 694 მილიონი დოლარი ისევ რუსებმა დახარჯეს. მცირედი კლებაა თურქეთიდან და ხარჯები 606 მილიონ დოლარს შეადგენს. 34%-იანი ზრდა ფიქსირდება ისრაელელი ვიზიტორების ხარჯებში და 586 მილიონი დოლარია. 33%-იანი ზრდა აზერბაიჯანთან და 223 მილიონ დოლარს შეადგენს. სომხეთიდან დანახარჯები კი 8%-ით არის გაზრდილი და 169 მილიონ დოლარს შეადგენს. ის ძირითადი კონტრიბუტორები 2025 წელს იყვნენ ისრაელი, ევროკავშირის ქვეყნები და შორეული აზიის ქვეყნები. აი თვითონ ხარჯვალ უნარიანობას რო შევხედოთ ტურისტებს, ჩვენ რასაც უყურებთ როგორც თქვათ ოფიციალურ სტატისტიკას, ისე საქართველოს ბანკის არხებით თქვათ უცხოური ბარათების ხარჯვას, ჩვენი აზრით ყველაზე ისე მაღალმხარჯვალ სეგმენტად შეიძლება ჩაითვალოს ახლო აღმოსავლეთის ქვეყნები, ისრაელი, არაბული სამყარო, ასევე რა თქმა უნდა ევროკავშირის ქვეყნები, რომლებიც ხარჯვასთან ერთად ბევრი კუთხით ავითარებენ თვითონ სექტორს. რაც შეეხება პოსტსაბჭოთა სივრცეს, აი რომ გავაერთიანოთ რუსეთი, უკრაინა, ბელარუსი, ყაზახეთი, ჩვენ ვუყურებთ შედარებით დაბალმხარჯველი სეგმენტია. რა თქმა უნდა, იქაც ფიქსირდება მაღალმხარჯველი ტურისტების ნაკადების, თუმცა აი რასაც ვუყურებთ, ძირითადად თბილისისკენ უფრო არის ესეთი მაღალმხარჯველი სეგმენტი, აჭარაში ძირითადად ვხედავთ, რომ უფრო ბიუჯეტური სეგმენტი არის. კითხვაზე რა წილი აქვს შემოსავლების ზრდაში ინფლაცია, საინვესტიციო ბანკის წარმომადგენელი გვეუბნება, რომ ბოლო წლებში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების ზრდა ინფლაციურ ფონთან ერთად ძირითადად ვიზიტორების საერთო რაოდენობაში უშუალოდ ტურისტების ზრდამ განაპირობა. როგორც სტატისტიკა აჩვენებს, რუსეთიდან ვიზიტორების ზრდის მიუხედავად შემოსავლები შემცირებულია. ამის მიზეზი არის ის, რომ ვიზიტზე საშუალო ხარჯი შემცირდა. ასე მაგალითად, თუ 2024 წელს რუსი ვიზიტორები საქართველოში საშუალოდ $600 ხარჯავდნენ, შარშან ხარჯები $440-მდე შემცირდა. რაც შეეხება ევროკავშირს, საიდანაც როგორც წესი ტურისტები უფრო მეც ხარჯავენ, შემოსავლები კი იზრდება, თუმცა წილი კვლავ დაბალი რჩება. ასე მაგალითად, შარშან ევროკავშირიდან შემოსული ტურისტების დანახარჯები წლიურად 16%-ით 660 მილიონ დოლარამდე გაიზარდა, რაც ნიშნავს, რომ ვიზიტზე საშუალო ხარჯი დაახლოებით $1321. ტურიზმში შეინიშნება გარკვეული ცვლილებები, თუმცა ვერ ვიტყოდი, რომ ეს ცვლილებები არის სასარგებლო ქვეყნისთვის, იმ გაგებით, რომ ვიზიტორების რაოდენობა არ იზრდება მნიშვნელოვნად ევროკავშირის ქვეყნებიდან, წილობრივი მონაცემები არის ფიქსირებული, ხშირ შემთხვევაში მცირდება კიდეც. ფარგლ ქვეყანას შორის ევროკავშირის ქვეყნები ფაქტურად გაქრა და მათი ადგილი დაიკავა აზიის ქვეყნებმა.
თავისთავად ეს აისახება საშუალო დანახარჯებშიც, როგორც მოიხსენებათ ევროპული ქვეყნები საშუალოდ უფრო მეც ხარჯავენ. წელს ტურიზმის განვითარებისთვის სახელმწიფომ ბიუჯეტიდან 60 მილიონ ლარზე მეტი უნდა დახარჯოს, რაც მოიცავს ასევე მარკეტინგულ ხარჯებსაც იმ ბაზრებზე, რომლებსაც მთავრობა პრიორიტეტულად მიიჩნევს. გაცხადებული პოლიტიკის მიუხედავად, სტატისტიკა აჩვენებს, რომ საქართველო ისევ მეზობელ ქვეყნებზეა დამოკიდებული, საიდანაც ვიზიტორები ბევრი კი ჩამოდიან, თუმცა ცოტას ხარჯავენ. ევროპული ბაზარი ნომინალში კი იზრდება, მაგრამ ჯერ კიდევ მცირეა იქიდან ვიზიტორები. ასევე აღსანიშნავია, რომ ბოლო წლებში ჩინეთი და ინდოეთი არიან მზარდი ბაზრები საქართველოს. თუმცა მთავარი კითხვაა, შეძლებს თუ არა ქართული ტურიზმი აქედან მხარჯველუნარიანი ვიზიტორების მოზიდვას.